მერე 1920 წელს გარდაიცვალა შკოდა. ბანკარი მაცალე რა. ხო, მაგრამ ქარხნები ხო დარჩა, სახელი შკოდა ხო დარჩა. თან როგორ იცი რომ მაგ პერიოდში ხო, აი საკმაოდ დიდი მთელი კონცერნი ქონდა ჩამოყალიბებული რა. ეხლა ნახე, პარალელურად რა ხდება. იყო ვინმე ვაცლავ კლემენი. ეგეთი პიროვნება, რომელიც წიგნებს ყიდდა. აჰა. გაიგე? ნუ ფულს შოულობდა რა, ბიზნესი ქონა, თავისი წიგნებსა ყიდდა. და რაღაც გერმანული კომპანიისგან იყიდა ველოსიპედი. რომელიც წამდა უწუმ უფუჭდებოდა. ადგა და უჩივლა. რო რატო გააკეთე? ხო მიწერა რა კომპანიას რომ რა არისო რომ ესე თუ ხარისხო ველოსიპედებს უშვებთ თუ რაღაცაო და იმათმა როგორც ის შეურაცხყოფილი წერილი გამოუგზავნეს უკან რომ ისაო გერმანულ ენაზე მოგწერეო. არ ვიცით რა. ხო. ვერ გავიგეთ. ხო. ესეც ადგა გაბრაზდა და ჩამოაყალიბა თავის კომპანია, შემოიერთა ვინმე ვაცლავ ლაურელი. გამიგია. ხო. რომლებმაც დაიწყეს ველოსიპედების წარმოება. და ეს ყველაფერი ხდება 1894 წელს.